ძალიან დიდი ხანია ამ ვიდეოს ჩაწერა მინდა, იმიტომ რომ უამრავი კითხვა შემომდის, თუ როგორ შევძელი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ, ქიმიოთერაპიის შემდეგ, ზოგადად აი ამ ყველაფრის შემდეგ ფორმაში შედგომა და დღეს ზუსტად ამ თემაზე ვისაუბრებ თქვენთან. სიმართლე ისაა, რომ იყო დღეები, როცა ძალა აღარ მქონდა. იყო დღეები, როდესაც ვფიქრობდი მხოლოდ გადარჩენაზე და არა პროგრესზე, მაგრამ მე საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ვეკო, შენ თუ ახლა აქ ხარ, და აქ დგახარ, ესე იგი ბრძოლას აქვს აზრი. ეს გზა მხოლოდ ფიზიკური არ ყოფილა. იყო ასევე ბრძოლა საკუთარ შიშებთან, საკუთარ თავთან და იმ ყოფასთან და იმ მდგომარეობასთან, რაშიც ვიყავი. დღეს აქ ვარ, არა იმიტომ რომ მარტივი იყო, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ არ გავჩერდი. არ გავჩერდი და არ შევეგუე იმ მდგომარეობას, დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და დავიწყე პირველ რიგში საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის გამოსწორება, რაც მთლიანად დამინგრია დაავადებამ, ქიმიოთერაპიამ და განსაკუთრებით ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციამ. არიტირო ვეკო. მე ვისწავლე მოთმინება, ვისწავლე ტკივილის მიღება როგორც პროცესის ნაწილი. ვისწავლე ის, რომ ძალა ყოველთვის კუნთებში არ არის. ძალა არის ჩვენს თავში, ჩვენს ფსიქოლოგიაში და იმ გადაწყვეტილებებში, რასაც ვიღებთ. ადამიანებს გვაქვს ძალიან კარგი ერთ-ერთი თვისება, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ეს არის არჩევანის უფლება. ამიტომ შენ ეხლა ვინც ამ მდგომარეობას გადიხარ, იცოდე, შენ გაქვს არჩევანის უფლება. ან მიდიხარ წინ და არ უყურებ გასიებას, არ უყურებ თმას სახეზე, არ გაინტერესებს შენი სხეულის ფორმების შეცვლა, უბრალოდ აგვარებს შენს მენტალურ მდგომარეობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ამ დროს, იმიტომ რომ თმაც სახეზე, გასიებაც და შენი წონის მომატებაც ყველაფერი ჩადგება ფორმაში. მე მქონდა უამრავი თმა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ სახეზე. და ამას ხშირად მეკითხებით ხოლმე, ახლა ვინც გადიხართ ამ პროცესს და კი. ერთ დღეს გავიღვიძე და ჩავიხედე სარკეში და აი ეს შეცვლილი გასიებული ადამიანს დაემატა ხინღლები, რომელიც მთლიან სახეზე იყო, მათ შორის, აი მთლიან სახეზე იყო ის ხინღლი, მაგრამ არ ვიცი, იმ დროს არც ხინღლზე, არც წონაზე, არც ფორმებზე არ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა გადამელახა ეს მდგომარეობა და როგორ უნდა გამომძვრალიყავი, რაც შეიძლება მალე ამ რეაბილიტაციიდან. ჩემი პირველი რჩევა ის არის, რომ არანაირ თმას არ მოკიდოთ სახეზე ხელი, ეს თვითონ თავist გაგცვიდებათ, როდესაც ყველაფერი ჩადგება ფორმაში. ერთადერთი, რაც შემიძლია გირჩიოთ, ეს არის თქვენი მენტალური მდგომარეობა. იკითხოთ ბევრი თქვენ თავს ესაუბროთ, რომ ეს არის დროებითი, რომ ეს ყველაფერი არის წარმავალი და მომავალი არის ძალიან ლამაზი, ბედნიერი და ლაღი და დაიწყოთ ცოტაოდენი ვარჯიში, როგორც მე დავიწყე თავიდან იოგის ვარჯიში. და ასევე მინდა გითხრათ, რომ მე თუ შევძელი და მე თუ აქ ვარ, მიუხედავად იმ გართულებებისა, რაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას მოყვა ჩემს შემთხვევაში, მაშინ თქვენ შეძლებთ და თქვენც ყველაფერი გამოგივათ. მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითი, რომ არაფერი შეუძლებელი ცხოვრებაში არ არსებობს. და დაიმახსოვრე, ყველაზე დიდი გამარჯვება ის მომენტია, როდესაც გადაწყვეტ, რომ ისევ ადგე და გააგრძელო შენი გზა.